მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე იმუშავებს. ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ მედალφაში ფარმაცევტულმა კომპანიამ ნიკომედმა აჭარიდან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით ოზურგეთელი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარა. ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში დილიდანვე მოქალაქეთა სიმრავლე შეინიშნებოდა. ფარმაცევტული კომპანია ნიკომედის ორგანიზებით ოზურგეთელი მოსახლეობისათვის უფასო გამოკვლევები კვალიფიციურმა ექიმებმა ჩაატარეს. ერთდღიანი უფასო გამოკვლევების შესახებ ოზურგეთელებმა სამაუწყებლო კომპანია გურიას მეშვეობით შეიტყვეს. გავიგეთ გურის ტელევიზიით, რომ მოდიოდა ჩვენთან ოზურგეთის რაიონში, მე თვითონ დიაბეტიანი ვარ და ეს დამაინტერესა უფრო დიაბეტის შესახებ ინფორმაცია და დავღერცდი, დავრეკეც ხელხაზე, ვითხრეს რეგისტრაციაში გატარებული ხარ, ბორძანდი დამსაძეო და ყველაფერი ახლა ავიღე პირველი მეორადი ანალიზები და ახლა ველოდები ხალბატონ სალომესთან შესვლას. კარგია ასეთი ღონისძიებები, კვლავ თუ გაგრძელდება და ასე მოგვაქცევენ ყურადღებას, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით. ყოფილი დარგში მომედი შაქარი ავიღე, ძალიან კარგად მიპასუხეს და დიდი მადლობელი ვარ აკუთვნეს. მედიცინის დოქტორმა, ენდოკრინოლოგმა სალომე ღოლონტმა და ანგეოლოგმა ლევან კოხრეიძემ დღის განმავლობაში 200-მდე პაციენტი მიიღეს და შესაბამისი უფასო კონსულტაცია გაუწიეს. საკმაოდ დიდი რიგი აგარეთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრია ამ დაავადებებით დაავადებული პაციენტები, განსაკუთრებით ვენური პათოლოგიებით თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს მეტნაკლებად. ასევე დიაბეტით გამოწვეული პრობლემები ბევრს აქვს ძალიან, თითქმის ყველა დიაბეტიკს რაღაცა პრობლემა აქვს სინდრომთან დაკავშირებით. უწევთ კონსულტაციას. შესაძლებელია ზოგს დაჭიდეს ქირურგიული მკურნალობაც. იყოს ასეთი რამდენიმე პაციენტი ვნახე, რომელსაც ოპერაცია ჭირდება. გეგმავთ 100 პაციენტამდე მიღებას, ეს არის სხვადასხვა ტიპის დიაბეტი, ძირითადად აქცენტირება კეთდება რჩევებზე, დიაბეტის მართვაზე, ინსულინის დოზის კორექციაზე, ამ სიახლეებზე, ამ გამოკვლევებზე, რომელიც არის საჭირო. ჩვენ აქტიურად თანაშრომობთ თქვენს ექიმებთან, ჩემს კოლეგებთან, რომლეთაც რა თქმა უნდა კვალიფიკაცია აქვს ძალიან მაღალი დონის, უბრალოდ მე რადგან ვარ წარმოვადგენ ექსპერტს ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინოლოგიაში, გარკვეულწილად მევალება, როგორც ეს პრაქტიკული ხაზი ან პაციენტებისთვის ხელშეწყობა, ისევე ექიმებისთვის ლექციების და მაგალითად ივნისში გვაქვს უკვე დაგეგმილი ლექციების კურსი ჩემი კოლეგებისთვის და შესაბამისად უკვე ეს არის თანაბარი, ანუ ზრდა კვალიფიკაციის ამაღლება კოლეგებისათვის და პაციენტებისთვის უკვე ესეთი პრაქტიკული რჩევები. აქცია მხოლოდ ერთჯერადი სახის არ იქნება და როგორც სალომე ღოლონტმა აღნიშნა, სამომავლოდ იგეგმება შეხვედრა, რომელიც სამედიცინო ცენტრის მედპერსონალისათვის სემინარის სახით განხორციელდება. 18 მაისს მსოფლიოში მუზეუმის საერთაშორისო დღე აღენიშნება. მას ოზურგეთში მუზეუმის კვირეული უძღოდა წინ, რომელიც სამედიცინო კონფერენციით დასრულდა. საქართველოს მეჭურჭლეთ უხუცესი, საქართველოს მოვალეობის შემსრულებელი. ასეთი სათაურები ჰქონდა თემებს, რომლებიც მომხსენებლებმა წარმოადგინეს და რომლებიც დიდ ქართულ მეცნიერს, აწუყე წმინდანად შერაცხულ ექვთიმე თაყაიშვილს ეძღვნებოდა. თითოეულ თემაში მათ ცალ-ცალკე განიხილეს დიდი მოღვაწის ბიოგრაფიული პერიპეტიები და ის სამეცნიერო მიმართულებები, რომელშიც თაყაიშვილმა დიდი შრომა ჩადო. მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნება 1977 წლიდან 18 მაისი. ჩვენ ჩავატარეთ მუზეუმის კვირეული და მუზეუმის კვირეულის ფარგლებში დღეს შემაჯამებელია ბოლო დღე, სადაც და ვატარებთ სამეცნიერო კონფერენციას მიძღვნეს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლის თავისადმი სათაურით მას ეწოდება საქართველოს მეჭურჭლეთ უხუცესი. მე მინდა მუზეუმის საერთაშორისო დღე სრულიად საქართველოს მიულოცო და განსაკუთრებით ჩემს ოზურგეთელებს მიულოცო, ჩემს მუზეუმელებს მიულოცო ეს დღე. მნიშვნელოვანია იმდენად, რომ ჩვენი კუთხე არის ექვთიმეს კუთხე, ჩვენ სალაპარაკო და საამაყო ძალიან ბევრი გვაქვს და ჩვენი მუზეუმები ძალიან ბევრ ისტორიულ მოვლენებს ინახავენ. ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს პოლიტიკურ და სამეცნიერო ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ფასდაუდებელი 8 წლისთვის ის 2002 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ოზურგეთის დრამატული თეატრის წინ ანსამბლ ერისიონის ხელმძღვანელის ჯემა ჭუასელის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე ღიაცის ქვეშ ერისიონის კონცერტი გაიმართა.
ჯემალ ჭკუასელმა 78 წლის იუბილე და ვარსკვლავის გახსნა მშობლიურ კუთხეში ანსამბლ ერისიონის კონცერტით იზეიმა. გურულებს რამდენიმე წლიანი მოლოდინი აუხდათ საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი ერისიონი მაყურებლის წინაშე სრული პროგრამით წარსდგა. მთელი საათნახევრის განმავლობაში სცენა ცეკვისა და სიმღერის ვირტუოზებს ეპყრათ. ერისიონმა მაყურებელი აღფრთოვანებაში მოიყვანა. კონცერტის საფინალო აკორდი იუბილარის სცენაზე ასვლა მრავალჟამიერი გახდათ. საზეიმო დღის კულმინაცია კი ჯემალ ჭკუასელის ვარსკვლავი, რომელმაც ბინა ოზურგეთის დრამატული თეატრის წინ დაიდო. ამ დღეს სიურპრიზების გარეშეც არ ჩაუვლია. ფონდმა ქართულმა გალობამ და მისმა დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა ღვაწლმოსილ ხელოვან საჩუქრად მერსედესის მარკის ავტომობილი გადასცა. უბედნიერესი ვარ თუ ჩვენ აი ჭრილი არა ვართ იმ ფოლკლორის, რომელსაც საქართველოს ფლობს. უბედნიერესი კაცი ვიქნები თუ უკეთესი ერისიონებს და უკეთესი დასავლეთს ვიყურებთ, მაგრამ პირველ რიგში მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მოგვიტანა ეს დღევანდლამდე ქართლში გამოატარა და აი ამ სახით მოგვიტანა. მადლობა მათ ნათერში აყופოს მათი სულები და ხალხო არ დავიწყოთ ეს მადლი. აი ეს მადლი იყო ქართული ფოლკლორის გამოძახილი, ქართული სიმღერის გამოძახილი, რაც თქვენ იხილეთ დღეს. არ დავკარგოთ ეს. ეს იქნება ჩემი დიდი სამადლობელი, ეს იქნება ჩემი დიდი თხოვნას და უზარმაზარი სიყვარული მივიღეთ დღეს. ის ვარსკვლავი გაიხსნა იმ ქალაქში, სადაც ის გაიზარდა და დაიბადა და ძალიან დიდი მადლობა ოზურგეთელებს ასეთი ლამაზი და თბილი მიღებისთვის. შესანიშნავი ულამაზესი საღამო იყო ოზურგეთელებისთვის, გურიისთვის, ალბათ მთლიანად საქართველოსთვის, იმიტომ რომ დღეს აღვნიშნეთ ქართული ფოლკლორის ძალიან დიდი ამაგდარის ეშმარიტი პატრიოტის ბატონი ჯემალ ჭკუასელის 80 წლის იუბილე, მისი შესანიშნავი კონცერტით, ერისიონის კონცერტით და მისი სახელობითი ვარსკვლავის გახსნით ოზურგეთის თეატრის, ასე ვთქვათ, შესასვლელში. ეს არის ჩვენი მართლა კულტურის ზეიმი, ჩვენი გენეტიკა, ჩვენი ფონდი, ჩვენი ფოლკლორი, ჩვენი ეს ეროვნულობა, ჩვენ ამით განსხვავდებით. ეს იყო ზეიმი. დღევანდელია ეს, მე გითხარით, ეს არის გამარჯვება. ჯემალ ჭკუასელის ვარსკვლავი რიგით მეხუთეა, რომელიც ოზურგეთის დრამატული თეატრის წინ გაიხსნა. ლიხაურის საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა ღვაწლმოსილი პედაგოგები გაიხსენეს და მათ პატივსაცემად შემოქმედებითი საღამო მოაწყვეს. სიმართლე გითხრათ, დღევანდელი დღისთვის განსაკუთრებულად მებრძადება. ყოფილი კოლეგების მონატრებამ და მათთან შეხვედრის სურვილმა ლიხაურის ბაღის თანამშრომლებს საღამოს ჩატარების იდეა გაუჩინა. მალე იდეას ფრთები შეესხა და ლამაზ ღონისძიებად იქცა. ერთად ამდენი ამღერებული, აცეკვებული და სიტყვაკასმული პედაგოგის ხილვა მართლაც რომ უჩვეულო სანახავი იყო. ახალგაზრდა კოლეგებს ტოლს არც ასაკოვანი და არც წასული პედაგოგები უდებდნენ. საღამო ერთგვარ შეჯიბ პაექრობად იქცა. უფროსებს ზეიმი პატარებმაც გაულამაზეს და მათეული ელფერი შემატეს. ამაღლებულ განწყობას თან სევდაც სდევდა. სევდა იმ ღვაწლმოსილი ადამიანების გახსენებისა, რომლებმაც ლიხაურის ბაღის ისტორია შექმნეს და აქამდე მოიტანეს. საღამო ინტერაქტიული იყო და ბაღის თანამშრომლება ღონისძიებაში მოწვეული სტუმრებით ჩართეს. დღევანდელი ჩვენი ლამაზი საღამო მოკრძალებული პატივისცემის გამოხატვა იყო იმ ქალბატონებისადმი, იმ ადამიანებისადმი, ვინაც წლები გაატარა საბავშვო ბაღში, ვინაც ღირსეულად აღზარდა ჩვენი სოფლის მომავალი თაობები, ჩვენი სოფლის ახალგაზრდობა, ვეფერებით, ვეხუტებით, სულ ყველას კოცნით. ხარებული ვარ დღევანდელი საღამოთი, რომ ჩემი სტუმრებიც ამით კმაყოფილები და ბედნიერები არიან. ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ მათთვის მიგვენიჭებინა სიამოვნება. ემოციების შესახებ ალბათ სრულად ვერ გადმოგწევ, წეღანაც თქვი ამის შესახებ, მაგრამ მე წასულად მაინც არ თვლი თავს.
იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ძალიან მიყვარს ბავშვები და ყოველი გონიერი ადამიანის წეღან, იმიტომ მოვიყვარე ნოდარ დუმბაძის გმირის მაგალითი, მადლობას რომ უხდის უფალს, რომ ყოველი ეს იყო ჩემ ცხოვრებაშიო. აი ამას სიტყვი, ყოველივე ეს იყო ჩემ ცხოვრებაში და რჩება ჩემ ცხოვრებაში. ძალიან თბილი, ძალიან ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთული დღე იყო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ლიხაურის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, პირველ რიგში საბავშვო ბაღის მენეჯერს და მის კოლექტივს, იმიტომ რომ მათ გადაწყვიტეს, რომ დღევანდელ დღე მიეძღვნათ იმ ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდნენ საბავშვო ბაღში და აღარ მუშაობენ. აქ იყო გახსენება, გაიხსენეს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც უკვე გარდაცვლილები არიან, იყვნენ წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და იყო ძალიან ბევრი მოგონებები, იყო ძალიან ბევრი თბილი სიტყვა, თბილი სიმღერები, ლექსები მიძღვნილი ადამიანების მიმართ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ეს ტრადიცია გაგრძელდება. ჩვენ 69 წლიდანვე მოვყვები მე ამ სკოლამდელ დაწესებულებებს და მათ შორის ლიხაურის საბავშვო ბაღი გამორჩეული იყო ყოველ. მე ახლა როგორც პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი მინდა ის გავიხსენო, რომ როცა 80-იან წლებში სკოლამდელ დაწესებულებათა ოლიმპიადის ინიციატორი იყო პროფესიული კავშირი ოზურგეთისა, ამ საბავშვო ბაღმა გარკვეული მონაწილეობა მიიღო და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, რისთვისაც დაჯილდოვდა ისინი საგზურით იურმალაში. და მე დღევანდელმა დღემ ამ ლამაზმა ღონისძიებამ და ამ საბავშვო ბაღის კოლექტივის ისეთივე როგორიც წინათ იყო მუსიკალურმა ხელოვნებამ მომაჯადოა და გადავწყვიტე რომ ჩავატაროთ კვლავ ჩვენ ოქტომბრის თვეში ოლიმპიადა სკოლამდელ დაწესებულებებს. ლიხაურში სამხსდელო დაწესებულება მოწოდების სიმაღლეზეა. მათ ინიციატივას ალბათ სხვა ბაღებით შემოუერთდებიან და საინტერესო ღონისძიებებით გაგვანებირებენ. სამაუწყებლო კომპანია გურიას პროექტს ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე გამოეხმაურა. სამაუწყებლო კომპანია გურიას პროექტს ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე გამოეხმაურა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა აქციას დროული უწოდა და მოქალაქეებს გამოხმაურებისკენ მოუწოდა. საკითხად შეეხება ბავშვების, პატარების ისეთი სოციალურად აუცილებელი ბავშვებისთვის სათამაშოების მოგროვებას, თქვათ, პატარა თუნდაც მცირედით ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საზოგადოებასთან უნდა იყოს ისე მიტანილი, როგორც ახლა მე მითხრეს, თქვათ, ამ საკითხის ორგანიზატორებმა და მეც დიდი სიამოვნებით მივიღე, იმიტომ შეიძლება უამრავ ადამიანს ქონდეს რაღაცა სურვილი, რაღაცის კეთება, სად მიიტანოს, რა მიმართულება მისცეს, ამისთვის ეს აქცია ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ეს მიიღებს მასიურ ხასიათს და ხშირად იქნება თქვათ ასეთი აქციები სხვადასხვა თქვათ კუთხით, სხვადასხვა დატვირთვა ექნება, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო მასშტაბურად შეიძლება ამ ყველაფრის. ტელევიზიის აქციას ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული ქორეოგრაფიული ანსამბლი ზენა არის შემოუერთდა. პატარა მოცეკვავეებმა ანსამბლის ხელმძღვანელთან ერთად ბევრი სათამაშო შეაგროვეს და სოციალურად დაუცველ პატარებს ქორეოგრაფიული ნომერიც უწყნეს. ხარული ვარ, რომ ასეთი კარგი აქცია ტარდება ჩვენთან ოზურგეთში და ღმერთმა მისცეს შესაძლებლობა ყველა ბავშვებს, რომ ასეთი პატარა უმნიშვნელო სიხარული მაინც მიანიჭოს მის თავის ტოლებს და თავის მეგობრებს. სამაუწყებლო კომპანია გურიას პროექტი ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული 1 ივნისს სრულდება. სოციალურ აქციას ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული არაერთი მოქალაქე შემოუერთდა და საბავშვო კუთხე სათამაშოები შემატესა. პროექტში ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული რიგითი მოქალაქეებიც აქტიურად ებმებიან. პატარა თემუკა გოგელია ტელევიზიაში დედასთან ერთად მოვიდა და თავისი წილი ქველმოქმედება გაიღო. მივესალმებით ესეთ კარგ პროექტებს. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ჩემს პატარასთან ერთად. ძალიან გაუხარდა, როდესაც
ბაბუამ უთხრა, რომ ესეთ პროექტში ვიღებდით მონაწილეობას და ვისურვებდით, რომ ყველა შემოუერთდეს ამ აქციას და მომავალშიც ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით. მოგვიანებით ტელევიზიაში გიორგი მჟავია მშობელთან ერთად მოვიდა და აქციაში მონაწილეობა არაერთი საჩუქრის გადმოცემით მიიღო. გავიგეთ საქველმოქმედო აქციის შესახებ და შპს გურიის თამბაქომ გადაწყვიტა მიიღო ამ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა. მერე ჩემმა პატარამ გადავწყვიტეთ, რომ მოვუტანოთ სათამაშოების სოციალურად დაუცველ ბავშვებს. დღის ბოლოს გურიის ტელევიზია საბავშვო თეატრთან ერთად ზღაპრის გმირებიც ეწვიეთ და პროექტისადმი მხარდაჭერა იმპროვიზებული წარმოდგენითა და საჩუქრებით გამოხატეს. გაიგე ახალი აქციის შესახებ? კი, გავიგე. იცი რა, გადავწყვიტეთ პატარებს დავეხმაროთ. რა კარგია. ხო, კარგი აზრია. კი, ძალიან. მოდი ჩვენს მაყურებელსაც მოვუწოდოთ ამ აქციაში მონაწილეობისთვის. აუცილებლად. მელაკუდა სად არის? რა ხდება? მელაკუდაც მოვიდა. რა კარგია მელაკუდა, რომ შემოგვიერთდი. მელაკუდა, გადავწყვიტეთ ჩვენს პატარებს დავეხმაროთ. ხომ მიიღებ მონაწილეობას? რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. მოდი ჩვენ მაყურებელსაც მოვუწოდოთ ამ აქციაში მონაწილეობისთვის. რა სიტყვი? ჩვენი აზრია. აბა, ჩემო მეგობრებო, მინდა მოგიწოდოთ, რომ ჩვენს პატარებს დაეხმაროთ. მათ ხომ სულ მცირეოდენი ყურადღება ახარებთ, არა? კი, მართალია. მობრძანდით ჩვენთან და გავხარეთ ჩვენს პატარებს გული. სულ პატარა საჩუქარით მაინც. ვაჩუქოთ ერთმანეთს სიხარული. აბა წავედით ახლა. ვაჩუქოთ ჩვენს პატარებს საჩუქარი მოუტანეთ. აბა წავოდით. ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული სამაუწყებლო კომპანია გურიას სოციალური პროექტია, რომელიც ბავშვების დასახმარებლად ქველმოქმედებისკენაა მიმართული. ეხლა ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის როა, რომელსაც ტრადიციულად ჩემი კოლეგა ნათია მუქერია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით, ყოველდღიური ამინდის პროგნოზით გავიგოთ, რომ როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ ჩვენს რეგიონში, ოზურგეთში. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, ნალექს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება დღისით 27 გრადუსი, ღამით მოსალოდნელი არის 14 იქროლებს. დასავლეთის ქარი. ნაწილობრივ მზიანი ამინდი დაფიქსირდება ლანჩხუთში, ჰაერის მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 16-27 გრადუსი, იქროლებს. თვალებადი მიმართულების ქარი. ნაწილობრივ მზიანი ამინდი არის მოსალოდნელი ჩოხატაურშიც. არის მაქსიმალური ტემპერატურა აქაც დაფიქსირდება 27 გრადუსი, ღამით მოსალოდნელია 15 იქროლებს თვალებადი მიმართულების ქარი. სინოპტიკოსები კვირის ბოლომდე ვარაუდობენ ცვალებად ღრუბლიან და ნაწილობრივ მზიან ამინდს კვირის ბოლოს მოსალოდნელი იქნება ნალექიც. მე კი დღეს დროებით დაგემშვიდობებით და ხვალ კვლავ გავაგაცნობ ჩვენს რეგიონში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს. ამინდის პროგნოზი ნათია მუქერიამ გაგვაცნო. საინფორმაციო პროგრამა ფაქტი დღეს ამით ასრულებს მუშაობას. მე ახალი ამბებით ხვალ დაგიბრუნდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.